როგორ უნდა ვთქვათ ინგლისურად, რაც არ უნდა მოხდეს. Whatever happens, I'll be there for you. რაც არ უნდა მოხდეს, შენს გვერდით ვიქნები. კიდევ ერთი ფრაზა გვაქვს, no matter what happens. No matter what happens, I'll pass the exam. რაც არ უნდა მოხდეს, გამოცდას ჩავაბარებ. ეს ორი ვარიანტი ძალიან ხშირად გამოიყენება ყოველდღიური საუბრების დროს. მაგრამ თუ გინდა ცოტა უფრო დრამატულად და ლიტერატურულად ჟღერდე, შეგიძლია გამოიყენო come what may. Come what may არის იდიომა და უფრო ხშირად შეხვდებათ ლიტერატურაში და ფილმებში. Come what may, I'll follow my dreams. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს ოცნებებს გავყვები. მე მგონი ძალიან კარგი ფრაზაა, ღირს რომ ჩაინიშნოთ და დაიმახსოვროთ, არა? თუ არ გაქვს იმის დრო, რომ შეიძინო კურსები და დაესწრო გაკვეთილებს, ასევე თუ კი ბიუჯეტურად ჯერ კიდევ არ ხარ მზად, ჩვენთვის მაქვს ძალიან კარგი შემოთავაზება. შეგიძლია გაწევრიანდე ჩემს დახურულ ჯგუფში, სადაც შეისწავლი უამრავ ფრაზებს და იდიომებს თავისი მაგალითებით. დაგვხდება ასევე ფილმების გარჩევები და დიალოგები სხვადასხვა სიტუაციებში. ჯგუფი არ არის გათვლილი მათთვის, ვისაც სრულიად ნულიდან უწევს ინგლისურის დაწყება, მაგრამ ძალიან კარგი იქნება მათთვის, ვისაც აქვს უკვე სულ ცოტაოდენი საფუძველი მაინც. თუ დაინტერესდებით, გელოდებით პირადში.